მოცავ მთელი საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს 26 მაისი არის თავისუფლების დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლო, მრავალ საუკუნოვანი ბრძოლისა თავისუფლებისთვის, რომელსაც დღესაც გამტკიცება, გამყარება ჭირდება გამყარება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ სუვერენიტეტს და დღეს როგორც არასდროს საქართველო ძლიერია, საქართველო იმყარებს თავის სუვერენიტეტს, იმყარებს თავის ადგილს სოფლიო რუკაზე და მე ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს უშურვებ საქართველოს რომ იყოს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო დამოუკიდებელი, უფრო სუვერენული. სამინისტრო წარმოდგენილია მრავალფეროვანი აქტივობებით, ძალიან ამაღლებული განწყობა და ბევრი ხალხია. მათ შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამახსოვრო პასპორტებმა, რომელიც გაჯერებული არის 26 მაისის თემატიკით. თქვენ შეგეძლოთ გეხილათ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული ფოტოები, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ხოლო დანარჩენ ორ გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ ფოტოები. ერთის მხრივ ეს იყო გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები, ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლები, ხოლო მეორეზე ის მნიშვნელოვანი პიროვნებები, ვინც გორიდან გახდნენ წარმოშობით და საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეს არის უმთავრესი მონაპოვარი რაც ჩვენ წინაპრებთან დაგვრჩა და ჩვენი ხელისუფლება ჩვენი საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ თავარ მონაპოვარს გაუხსნიდეთ. მილოცავ დღევანდელ დღეს ყველას. ასები და იესო ჯარისკაცები მომეწონა და გამოვიდიო